ორივე ცაცია, ორივე დაახლოებით ერთ სტილის მოკვირვია, ისეთი უნივერსალი შეტევაც ეხერხებათ, შეტევაც სულტათი მაღალია, გაჯაია. გაგნიძე 2003-ში იყო საქართველოს ჩემპიონი 63 კილოგრამში, ხაჯაია კაცებში ჯერ არ ყოფილა. მისვდა ჯერ თავიდან ორივე მიზეიმა, ახლა შედეგიანი დარტყმა ჯერ თავიდან მისვდა გაგნიძე და შემდეგ უპასუხა ხაჯაიამ თუ ვაცდები ორჯერ. კარგი იყო ახლა გაგნიძე, ისეთ ნახტომში ქვემოდან ამოარტყა. გაგნიძე ცოტათი უფროსია 1 ან 2 წლით. და 1 წლის უნდა იყოს გაგნიძე და 19 სავი ჯერ დემოფ გაჯაია. ცოტა მოახვედრა მარცხენა გაჯაიამ. ორივე სიმოს ყოველ თავის დარტყმას გამიჭირდება ხო ვინმე დაარტყა, ესე თანაბარი ბრძოლა იყო, ორივეს ჰქონდა შედეგიანი დარტყმები, დანარჩენი მსაჯების საქმე. გაიყო ხმაზე იქ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 წლის წინ ტაშკენტში ერთი ბრძოლა მოიგო მან 63 ნახევარში. ორივე იმდენად სწრაფია და იმდენად სწრაფი დარტყმა აქ ორივეს ყველა დარტყმის სხვა გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა. ამისთვის არსებობენ მსაჯები. მოარტყა გაგნიძემ, წინა ხელი მარჯვენა. შეუტია ხაჯაიამ, შემდეგ სადა აპერკოტი მარცხენით. მესუ შედეგო იყო. მოხვედრე ხარს თუ ისე ძლიერი მარჯვენა ხელით წინა ხელით გაგნიძემ.
შემდეგ მოიგერია ქაჯაიას შეტევა. შემდეგ ისევ დემურმა შეუტია. ბოლო წუთია უკვე მეორე რაუნდის, აქაც გაიყოფა ხმები და რწმუნებული ვარ. სამი თორი მოიგო შეგახსენებთ ქაჯაიამ პირველი რაუნდი. უკეთესი იყო ხა ქაჯაია. შემდეგ ორივე მხრიდან იყო შედეგიანი დათმობი და საცაჭაფუჩის ხმაც უნდა გავიგოთ და შემდეგ გონგი. მეორე რაუნდში უფრო ქაჯაია იწყებს ხოლმე შეტევებს, აი ბოლო ერთ წუთში ყოველ შემთხვევაში. გამოვიდა რინგის კუთხიდან გაგნიძე რასმის გაუშვებლად, ეხა ორივე მიზეიმა მე მოიჩვენა, რომ ქაჯაიამ დაარტყა მარჯვენა პირდაპირ რაუნდის დასასრული შედეგები. მეორეც გაიყო, გაგნიძე მოიგო 4-1. 2-1 იგებს ეხა გაგნიძე. ორ საჭთან მას თითქმის მოგებული აქვს, იმიტომ 28-ის ნაკლები შანსია, ერთ საჭთან იგებს 28, სომეხ საჭთან ქაჯაია 2-1 იგებს ორი რაუნდის შემდეგ გაგნიძე, ორ საჭთან ფრეარი 19-19. ეს ორი საჭი გადაწყვეტს აი ამ შეხვედრის ბედს. არ ვიცი, ეხა იციან თუ არა შედეგები, აქტიურად დაიწყო ქაჯაიამ. გაგნიძეს ერთი დარტყმა შედეგიანი იყო. იმ ორი ნეიტრალური მსაჯიდან მეოთხე და მეხუთეა თუ არ ვცდები, ორი ეხმა ჭირდება ეხლა ქაჯაიას და ერთი ეყოფა გაგნიძეს. არა, იქიდან არ გაუშვია ფორმა აქვს მოსაწესრიგებელი გაგნიძეს. ცისებეობი დარჩეს რაღაც უთნახევარი მაქსიმუმ. თუ ბოლო წუთი არ არის უკვე. მოარტყა ეხლა გაგნიძემ მარჯვენა პირდაპირი. მეტი აქტივობა ჭირდება უკვე ცხადია ქაჯაიას. ის მინიმალური სხვაობით აგებდა ორი რაუნდის შემდეგ. თითქოს გაგნიძეს უფრო ცოცხლად არის და მეტი ძალა შერჩა, ქაჯაიამ შეუტია, მიწვდა. ეს ორი დარტყმა მოიგერია ქაჯაიამ, შემდეგ თავად მიწვდა მარჯვენა ხელით. ბოლო წუთია უკვე, ნახევარი წუთია მაქსიმუმ დარჩენილი და ალბათ აქაც გაიყოფა ხმები. სანამ საჭი ხელს არ აუწევს, ერთ-ერთ იქამდე არაფერი არ გვესწორინება, არ მგონია ვინმე გაბედოს. ეხლა ამ შეხვედრის შედეგის გამოსნობა ერთადერთი მინიმალური უპირატესობა ჰქონდა ორი რაუნდის შემდეგ გაგნიძეს.
ორცაძია დამოკიდებული აი მოსაჯე ვისთანაც იყო 19-19. უწუთხეში გემი ხაჯაია მე მომეჩვენა რომ გაგნიძებ შეინარჩუნა ის უპირატესობა მაგრამ აი მორმა საჯმა აი ესე გადაწყვიტა ეს იყო აი ბათუმელების